ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანაზე ზრუნავს. ფრენები იმ ქვეყნებიდან დაიგეგმა, სადაც საღია ერთ-ერთი პირველი რეისი ომანის სასულთნოდან დღეს ღამით ჩამოფრინდება. ანა ბერძენიშვილია პირდაპირ ეთერში. საქართველოს 170-მდე მოქალაქე დღეს სამშობლოში სპეციალური რეისით დაბრუნდება. მასკატი თბილისის რეისი დედაქალაქის დროით ზუსტად 11 საათზე განხორციელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა ამ რეისების დანიშვნა 3 დღის განმავლობაში. ჯამში განხორციელდება 3 ფრენა, 3 მარტსა და 5 მარტს ომანის სასულთნოდან დაბრუნდებიან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები, ხოლო ხვალ საუდის არაბეთის დედაქალაქი რიადიდან განხორციელდება ფრენა. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ზოგიერთ ქვეყანაში საჰაერო სივრცე არის ჩაკეტილი. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს, მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ისინი მათ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზება გაუკეთოს სპეციალურ რეისებს, რომელიც განხორციელდება იმ ქვეყნებიდან, რომელიც იძლევა ამის საშუალებას ღია 10 საათ. შესაბამისად, დღეს ომანიდან განხორციელდება ერთი რეისი საქართველოს მიმართულებით, რომლითაც ისარგებლებს საქართველოს 170-მდე მოქალაქე, რომელთაც აქვთ სურვილი სამშობლოში დაბრუნების. ეს არის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას მათი გადაწყვეტილების და სურვილის შემთხვევაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში. პირველი სპეციალური რეისის მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით დაეშვებიან იმ მოქალაქეებს კი, ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს. დეტალური ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე სთავაზობთ. მათ შეუძლიათ, რომ ისარგებლონ სხვა ქვეყნებში არსებული საელჩოებით, მათ შორის არის არაბთა გაერთიანებულ საამიროში მოქმედი საელჩო და ასევე კატარის საელჩო.